გარემოს დაცვის სამინისტრომ ესპანეთში ევროპის ტყის მეშვიდე მინისტრთა კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. მონაწილეებს საქართველოში სატყეო დარგში არსებული გამოწვევები მინისტრის მოადგილემ ბესარიო ნაბაშიძემ გააცნო. კონფერენციაში 46 ქვეყნის 100-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა, სადაც ევროპის კონტინენტზე სატყეო დარგში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე იმსჯელეს. მხარებმა მწვანე ეკონომიკაში ტყის სექტორის წვლილის გაზრდისა და ტყეების დაცვის გაუმჯობესების შესახებ რეზოლუციას მოაწერეს ხელი. შეჯამდა სხვადასხვა ქვეყნების გამოსვლები და მოსაზრებები, დაიგეგმა მომავალი საქმიანობაც, ხელი მოეწერა ასევე ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს, რომელიც ეხება ევროპული ტყეების მდგრად მართვას და მათ დაცვას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქტიურად არის ჩართული კონფერენციაში. ეს არის კარგი შესაძლებლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის წარმოადგინონ სატყეო სექტორში არსებული სპეციფიური საკითხები, რაც საბოლოო ჯამში სატყეო სექტორის განვითარებას შეუწყობს.